დღე მშვიდობისა. რაღაცა ცუდი განათებაა. სამწუხაროდ. აქ დავდგავ ცოტა პატარა განათებას გავაკეთებ, რომ გათანაბრდეს, ორი აქეთ განათებს, აქეთ არა, ეს პრობლემაა რა იუთუბერების. ზოგს არც აქვს იმისი ის რომ დაინახოს ეგ ხარვეზი და სხვათა შორის ყურებისთვის მართლა ესეთი დისკომფორტულია. ვინც შეჩვეულია ლამაზ გამოსახულებას, იმისთვის რთული საყურებელია, ცუდი კადრია. განათებულ ადგილზე გადაღება უფრო უკეთესია, თქმა უნდა. ეხლა მოვიტან იმას. აი აქ სკამზე როგორმე დავაყენებ ამას და იმედი რაღაცა შეღავათი იქნება. ესე იგი წვიმს, მეგობრებო. აი აქ შევა ერთი რატომა აქვს დენის წყარო. ეს და ვნახოთ აქ ძალიან ანათებს, აბა დავუკო. Одно меньше ихосра. Писадме его тебе диарда выжахеби. Ара. საერთოდ აღინიშნა ნალაკი. ხედავ მე ცოტალები თუ კეთილად შეძლო. გონი აი აქედან ჭირდება. მაგრამ ამას აკეთებენ როგორც წესი წინასწარ. მე ახლა დრო არა მაგმართელი ხა წინასწარ მთელი ისინი. ეს ერთჯერ თავიც არ გამიგანია. კარგად გამოვიძინე. ჭიმიანმა ამით 20 წლა ხელი შემიწყო. ხო იცის ჭიმიანმა რაღაცა ძილიანოდა. აი მგონი ეს უნდა იყოს ნახოთ რაღაცა ცოტა უკეთესობისკენ არის. შევხედოთ. ხო, მგონი უკეთესია, მთლადან ჩამოქებული არ არის ეს ფაქტი. ხო, ესე იგი დიდი მადლობა გოგოებს, ვინც მომილოცეთ, ასე ვთქვათ, სამსახურის დაწყება. ხო და ახლა რას ვაკეთებ? ხო, პასუხების გაცემასთან დაკავშირებით. მალამოზე იყო შეკითხვა, მალამოს ამზადებ, რითი ამზადებ, ნუ მოკლედ. თავიდან ეს მალამო რომ დავამზადე, ანუ რამდენი წლის უკან იყო, 1-2 წლის უკან, მოკლედ ვიდეოც მქონდა დადებული და ხო იცით, სწავლას იბერემდეო, მოკლედ შევხედე რა და რაღაცა დასკვნა გავაკეთე, რომ ნუ ეს ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ თურმე ყველა არ ყოფილა ღირსი იმის რომ ესე უანგაროთ, უფასოდ, ასე ვთქვათ, ცოდნა თუ რაც ქვია რა, მოკლედ რაც მე აღმოვაჩინეს, ჩემი პირადი აღმოჩენა, რომ აი ესე დავარიგო და ახლობელი თუ იქნება ეხლა პირადად ვისაც ვიცნობ და რაღაცა ეხლა შეიძლება გავუზიარო, მაგრამ რატომ უნდა გავაზიარო ის რამაც შეიძლება ერთ დროს კარგი თქვა დაუშვათ შემოსავალი მომიტანოს. ხო, რაც შეეხება გაყიდვას, კი, არ არის პრობლემა, გავყიდი. ახლა გაჩვენებთ რა ეს პატარა ქილა მქონდა ადრე, ანუ მალამოსთვის ჩემებს რომ ურიგებდი ხოლმე. ესეთი აი პატარა ქილები რო იყიდება თუ გინახიათ ძმებთან, აი მაგ ხელა ქილას, ნუ ახლა ძალიან ისეთი მეძვირე და ის არ ვარ მე. აი ნორმალური ფასია ჩემი აზრით ამ მალამოსთვის, რაც ამ მალამოს შეუძლია იქიდან გამომდინარე, ეს არის არ ვიცი, მიზერული. აი ესეთ ქილას მალამოსი თუ ვინმეს ენდომება, კი ბატონო, 20 ლარად შემიძლია გავყიდო, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ამ ეტაპზე და მერე უკვე
ფასით შეიძლება, იმიტომ რომ ვაპირებ რომ ანუ საათიაკოთ როგორც იქნება რაღაცა ქსელში, მოკლედ ლიცენზიას გავაკეთებ და აი ესე გადავწყვიტე, ხო და კიდე იყო რაღაცა შეკითხვა ერთი ძირითადად სულ ისინი იყო მოლოცვები. ხო, რაც შეეხება იმას მასივართან დაკავშირებით, ხო, ეხლა ისეთი ამ ეტაპზე მარტო ეხლა ლობიო მაქვს შენახული და 4 დღე ნამდვილად ვერ იმასე და აი რომ მოვილებთ ამ ლობიოს და ისეთი რო არ იქნება არაფერი რა შესანახი რო არ გაფურჭდეს რა მოკლედ 4 დღე გამოვთავ, ხო, რა ვიცი, გავითილო თვალისწინებ, ესეთი თუ მართლა კარგია მასივისთვის რა ვიცი, ერთი დღე არ ეყოფა, მაინც 4 უნდა, იმიტომ რომ ეხლა ბავშვი სახლში ვტოვებ, ეხლა არ მაქვს ისეთი ის, რომ ბავშვი თვითონ სადილს ვერ მოამზადებს, რომ ვუმზადებ, მომზადებულს ინახავს ანუ მაცივარში და მე შეუძლია გააცხელოს და ახლა მე რო გასული ვიქნები ეს მომზადებით სრულფასოვნად ესე სადილს ვერ მოამზადებს და მოკლედ გაფუჭდება, იმიტომ რომ ისეთი ტემპერატურაა უკვე ჩემთან ვიყავი და როგორც ჩანს გამოეპარათ და ის ჰქონდათ კრაბის სალათი და ისე მიყვარს კრაბის სალათი და დავინახე გული გამინახა მეთქი მიმერთვე ახლა და რაღაცა ესეთი სუნი მეცა აი უკვე რო იწყებს რა გაფუჭებას ანუ სამზარეულოში ზემოთ ედგათ კარგახანი რაღაც საათები და ანუ უკვე საჭიროებს სადილები შენახვას მაცივარში და ამიტომ ეხლა ვაკეთებ მე პიურეს და ახლა დავჭრი ცოტა სალათს წერან ხმამაღლა მალაპარაკა ისე გამაბრაზა რაღაცაზე და ეს არის მეგობრებო გარდატეხის ასაკი. იმიტომ ამ ასაკში ვერ მაშებია, აი ეგოისტები არიან, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ირგვლივ რაფერმოკლედ ზოგადად თაობაც ისეთი წამოვიდა რაღაცნაირი. ნუ აღზრდასაც აქვს ახლა მნიშვნელობა, ზოგი ისე აღზრდის რომ მართლა აი სამწლიცაზე ბავშვები რო არიან ისეთები ყავთ და თავისთავად ცოტა გულდასაწყვეტია როცა მაგრამ მე მაინც მოლოდინი მაქვს რომ ეს პერიოდი გაუვლის და ჩადგება კალაპოტი და ნორმალური იქნება რა ანუ არ იქნება ესეთი სულაღიზიანებული სულ რაღაცა პრეტენზიული ხო და ასე გადავაბრუნოთ კონტეინერი. ცოტა ის ვიყიდე, კიტრი კონდები და ეხლა ამ მასე ეს საკმარისი იქნება მოწეჭო. და ყავა მიდა კიდე. ხო, კიდე სამსახურთან დაკავშირებით იყო ესეთი გვაინტერესებს რომ ამას დრო და დრო მოგიყვებით, მოკლედ ჯერ არა მაქვს სურვილი სამსახურზე საუბრის, არაფერი ისეთი გადასარევი არ არის, ხო და უბრალოდ სამსახურია რა მოკლედ რა. ქარხანა და ეს არ არის რა თქმა უნდა. ხო, ესეც ასე. ახლა მე დავჭრი სალათს, ეს მოვიხსენი, სანტავიკიც მოვიხსენი, უკვე წყალშიც, ანუ დღეს ჭურჭელიც დავრეცხე, გავიღვიძე თუ არა. წყალიც კი არ დამლევია, მგონი ეგრევე დავიწყე ჭურჭელს სხვა. სამაგიეროდ ყავა დავლიე. ყავა არ მავიწყდება. ეს დალევა მოვიწყდება. სხვათაშორის მეგონა რომ ეს ჩემი პრობლემა იყო, ძალიან მეორის პრობლემაა. რაღაცა უნდა გამოვაკრა ესე ლამაზად დავხატავ.
ალი დალიეს ავწერ. გამოვაკრავ ისეთ ადგილზე, რომ ხშირად რომ დავინახო და შემახსენო. როგორ მწყურებია. ესეც ასე, ხო, ჭადის ფქვილი ვიყიდე იქით მაღაზიაში, მეორე მაღაზიაში. აი ესე მარკერით აწერენ 3 ლარი, ეს არის 3 ლარად. ჩვენთან ყველი ავიღე. აქაც ფასი აწერია ესე დაფასოებული. 3.40. ახლა მე დავჭრე ამას, პირდაპირ დავჭრე, ვფიქრობ. ინტერნეტი კიდევ არ გამითიშია. აქ ვთხილობ, იმიტომ რომ მაინც ხვიცით ჭრილობა მაქვს და დავაგდე. მოკლედ ერთი სტაფილურაშუაში აკიტრით და 2 პრობლემით გავაკეთებ ახლა. სალათას ძალიან დასრია ეს დანა, ვთხილობ. არის ხერხი და გალესილი, საკმაოდ ბასრია. და ასე. სხვა რა ვიცი, მოკლედ კარგი გეგმები, ფიქრები, ოცნებები კი მაქვს, მაგრამ ყველა ოცნება და ყველა გეგმა ერთთან მიდის. ხო და სანამ არ იქნება ის ერთი, ხო? ჯერ მომიწევს დალოდება. ნეტა ახალგაზრდობაში უფრო მეაქტიურა რომ ცოდნო და ეს გამოცდილება რომ მქონოდა რაც ახლა. ერთი მწარე წიწაკაც კი არ შემოხდა. რა გახუნია? სოსო. რა გახუნია თქო? გარეთ არის? და ეს ვამბობდი. მოკლედ ეს გამოცდილება რომ მქონდა რაც ახლა მაქვს ხო? ძალიან ბევრი ამის გავაკეთებდი მეგობრებო. ასევე ვინც ახალგაზრდები ხართ, ჯერ კიდე გაქვთ დრო უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და ეცადეთ დრო უქმად არ დახარჯოთ. ჩემ ასაკში უკვე რაღაცა სერიოზული გეგმები და ის ოცნებები, რა ვიცი, რაღაც ახლა გვიანივე იტყვია ხოლმე, მაგრამ რა ვიცი, რა გითხრათ. ეს გარნირად სალათი, გარნირად პროდუქტი. მე ჩემო, ნუ ესე იგი. სოსო გაიხედი აბა ერთი რა ხდება. რა მეხდება? და რა ხდება მაღლა? გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს, გასაგებია, მაგრამ აი ეს არის რა, როცა არაფერს არ ეტყვი ადამიანს. უფრო მეტად გადაგივლის თავზე რა. და მე აი ამდენი ხანი ვითმინეთ ეს ხმაური ეს ისა.
ელემენტარული კულტურა, აი ზოგი ხო არის ესეთი ძალიან მოგოიმო ელემენტები, ელემენტარული კულტურაც რო არ აქვს, რომ ბუდიში მაინც მოიხადონ, ან უკაცრავად აი რომ ესე და ესე რემონტი და იმ ტყეებს ყლაპავთ თქვენ და თქვენი შვილი, ანუ ხმაური როა. არა. აი საგოიმეთი საქმეზე მიდგება თავს ისე აწევენ, გეგონება რაღაცით მეტი იყო შენზე. საშინელი პერიოდი არ ვიცი რა. ხალხი გადაგვარდა თუ თავი გამოავლინა ყველამ ვინ არის აჩვენებს ნამდვილ სახეებს. შური, ბოგმა, რა ვიცი, ყველაფერი. ძალიან ბევრ ადამიანზე წარმოდგენა, აი რასაც ქვია მართლა შემეცვალა ძალიან რადიკალურად. ხო და ვანდა მეუბნება, კი არ მეკითხება, მეუბნება რაღაცაო გეტყობაო, ხასიათი გაქვს შეცვლილია. ხასიათი შემეცვალა უფრო უხეში გავხდი იმ გაგებით, რომ ნამდვილი სახეები დავინახე ადამიანების და აი ესე როგორ ვთქვათ, აი არ ვიცი, ჩემ ადგილზე ალბათ ყველა ესე მოიქცეოდა. ახლა ცუდად არავის არ მოიქცევი, მაგრამ ნეტა არ მინდა ვინმე გაიწარიპინოს. მე უკვე მე ვიცი როგორ დავილაპარაკებ და როგორ დავილაპარაკები ვიღაცას. ძალიან თავზე გადავიდნენ. ხო და ესე აი ახლა ზეითუნისეთი ყოფილიყო, მაგრამ ცოტა იმიტომ რომ სოსოს არ უყვარს მშრალი რა ზეთიანი უყვარს. ისე მართლა მოუხერხებელია. ესე რომ შემოტრიალდება, უფრო უკეთესი იქნება ეს მოცივარი. ესე აღარ დავიტანჯები, პირდაპირ მივარ გავაღებ. ახლა ვფიქრობ, იქ რაღაცა პატარა კედელივით რო გავაკეთო. იმიტომ რომ უკან თუ რამე მოედო, კიდე მომიწევს 150 თუ რამდენი იყო, აღარ მახსოვს, მეგობრებო, მაცივრის რემონტის ვიდეოც მიდევს. ხო გავაკეთე. ესეც ცოტა სალათაც გავაკეთე. ვფიქრობ, ჭადებს მარილის გარეშე გავაკეთებ. აი რაც მეზარება ეს არის თავზე რო ადგახა რაღაცა რო ცხვება. ის მჭირდება პატარა ტაიმერი. აი აქ მივაკრავდი და როცა იქნებოდა დრო გამოვთავდი. გადავატრიალებდი რა ვიცი მოხდა. კიდევ მომდრის სალათა მზად არის. так. იქ პიურე იხარშება. ჩემს ამოვწივა. ეს მქონდა დიდი გეგმები, უფრო მეტი რაღაცის გაკეთება მინდოდა.
ხო, ნუ გაკეთება რა ვიდეოს ამბავში. ხო და ნახოთ, ჯერ კიდე რომელი საათია? საათი რომელია სუსტო? აქ შეხედე, შვილო. ის რიცხვები აბნევს 15, 16, ეგ მე მგონი დროზე მეცმადნებს. თქვი, რომელია? ზემოთ შეხედე საათს. აქ მიწებს სხვა, იქ სხვა. კაი, თქვი ეგ. ახლა. ხო. 7? საღამო ყოფილა. ეს შევიდახოთ. წამით ხდოსამაკ ისეთი განვითარებული აბაზანის კარები არის ხოლმე პატარაზე შემოღებული, რომ ფისებმა შეძლონ, გაფიმ და დობიმ და თავის ტუალეტში მოსახლე. დობი არის ძალიან ჭკვიანი. ლატოკში, ანუ ლატოკი რო ქვია, ეგრეთ წოდებული ლატოკი, თავის საპიფარეშოში, ქუჩაში ყველაფერს თავისად შვება, მალავს ყველაფერი. ეს გაფი არის ცოტა ერთი ის მიხარია რომ თლად აქეთ არ იმაშვება საპიფარეშოში აკეთებს, მაგრამ ძირს აკეთებს ანუ იმაზე მეტალზე და მიწევს მერე იმისი დომესტოსით ჯერ ნუ თავისთავად ახლა საფეთკებით ვიღებ, ვაგდებ, მერე ამ დომესტოსით ხეხავ და ახლა იმიტომ გავარდი რომ რაღაცა მოვიდასავით ესეთი ისა რა სუბუქად, მაგრამ მე უკვე დაისამაგ დამუღამებული. ხო და ადრე ისე გაწარმოებაში ვიყავი, რომ ერთი პერიოდი უკვე აი მართლა გადაღლილი ვიყავი, აღარაფრის კეთება ამიიდოდა. მე რეალდექი ერთ დღეს გენერალური გავაკეთე, რასაც ქვია მთელი ის აბაზანაში სადამდეც არის კაფელი გაკეთებული, გამხეხე იმითი კლორით, ანუ და დავისვენე რა, რასაც ქვია. თუ ნორმალურია, ცოტა პრინციპში ბევრი არ გვინდა. ჭადი იწვევს ბევრ წყალს. ესეთი უცნაური რეაქცია. მეზობელი რო აკეთებდა ჩვენი ძველ სახლში. მე მიგვიდა კაცო ამდე წყალს რატო ასხავს თქო. მე კიდე ამატებდა და ამატებდა, იმიტომ რომ სამამ არ გაგუმბულდება, მშრალი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ესეთი. მამიდა ჩემი დაჟე ცოტა სოდასაც უკეთებდა, რომ ვითომ ამოსულიყო რა, ამოგუმბულებულიყო. თუ წყალს კარგად შეაძევა, სჭირდება დიდი ფილოსოფია ამას. აი ხე იმ სპინკლის იმისავით არის ხარშევით რა, წყალი უნდა ასხა და ასხა რა, რომ მერე ეს სპინკლის მოხევს ის უბრალოდ მოხარშვის დროს ის წვენი ჩადგეს და წვნიანი იყოს და არ იყოს გამომშრალი. რაც ბევრმა არის ის და ისეთი ვითომ გონია თუ წყალს ასხავენ, მაგრამ საკმარის წყალს არ ასხავენ და შესაბამისად არ გამოდის ის წვენი. აი შედარება რა ჭადის ცოტა. ამას ეხოთა. უკვე ისეთია რა. ესეცა.
პირველი გაკეთდება და დავადგავ ამ ჭადებს. რაღაცნაირად ისე მომენატრა და ისე მომინდა ჭადი და ყველი. არა და ჩვენ ვსწავლობდით ნაწარმოებებში, ანუ ქართულში და ყველაზე ესე ვთქვათ ღარიბულ საკვებად ითვლებოდა რა ჭადი და ყველი და ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ეხლა ჭადი და ყველი დელიკატესი. ხო წარმოგიდგენიათ, ანუ სოფლებში ეს იყო, აი არაფერი რა, ანუ ჭადი და ყველი ყველა ოჯახში იყო. ხო, ასე რომ იმ დროსთან შედარებით უფრო გაჭირვებულია საცუდავი ხალხი, ვინც ქალაქში ცხოვრობს. ისეა. ესეც ასე, ხო გავხედავ ეს მწიკები მაქვს, რაღაც რამენის თმა არ იყოს, თორემ სოსოს თმების ცვივა. და ეთი იატაკები დამჩა ახლა კარგად მოსაწმენდი. დღეს მარტო გამოვხვედე, ჭურჭელი დავრეცხე. თვითონ საქმე ცოტა მაქვს რა. დასვენების დღეს. პრინციპში აი აბა რა უნდა ქნა სხვა. როცა სახში არავინ არ გელოდება და არავინ არ აკეთებს, როცა გოგო ყავს კიდე ხო რაღაცას მაინც გააკეთებს და ბიჭი ახლა არ დაგილაგებს არ იმას იზრავს, ახლა ბიჭებიც არიან ესეთი ყოჩაღები და რაღაც, მაგრამ ნუ ესეა. სამსახურიდან მოსულ და ანუ დასვენების დღესაც კი ადამიანი ხარ, თვალი გიტყობს, რაღაცა მისალაგებელია, გასაკეთებელია. დასახეხია, დასარეცხია, საჭმელია, მოსამზადებელი, მაღაზიაში ხარ, წასასვლელი, მოსასვლელი, სარეცხი გარდასაქმეთ რა. და ის ხო მართლა თვალიერებდი ის სარეცხის მანქანებზე. შემხვდა რაღაცა 200 ლარიანი, ანუ ვიწრო ის არის მოდელია. ანუ ეს წინა მხარე ხო არის ესე და ანუ კედელთან რო დგავ, ის არის ანუ პატარა შედარებით რა. აი, ჩემთვის არის მართლა ზედ გამოჭრილი 200 ლარი, მეგობრებო, არაფერი არ არის. თან ისე ნერვიულობ არ გაიყიდოს ჯერ. იმიტომ რომ ჯერ არ მაქვს მაგდენი და სესხითაც ხა ფიქრობ ვინ მასესხებდა ახლა მეზობელს ამდენს ვერ ვთხოვ. ახლა არ ვიცი რა შესაძლებლობა აქვს და რაც დაბედის მონახევრია, რა ვიცი, ხარ კითხო თქო, რა ვიცი. რაღაცას მოვიფიქრებ თუ არა და იმდენია მე მგონი, მაგრამ ის თან Samsung-ია მეგობრებო, აქვს გაწურვის ეს რეჟიმი, რომ დავრეკებ, კითხე მეთქი რა მდგომარეობაში ისა იდეალურ მდგომარეობაში არისო. ანუ რომ თავიდან მითხრა რომელზე მეუბნებითო და მივხვდი რომ ოჯახიდან არ ყიდიდნენ და ეს მეთქი ევროპიდან არის თქო საერთოდ და კიო და მაგიტომ ვკითხე რომ მდგომარეობაშია და კარგ მდგომარეობაში. მე თუ მოხდა სასწაული და ეს 200 ლარი რაღაცნაირად იმას ვქენი, აუცილებლად გარანტიასაც იმას ვიზამ, რომ მაინც რა ვიცი, ახლა პატარა გარანტია ხო გინდა ადამიანს. რომ მე კიდე ერთი იმდენი არ დაგიჩნდეს გაკეთება. ახლა ასე რომ აი ესეთი ამბებია და ნახოთ რა უნდა. ეს რაფად გაკეთდა მეგობრებო. ახლა მას გადავწურავ. მგონი ესე ყოფა ახლა რომ ამოვსილო. ახლა მე დავათქო აფას ის ამბით ახლა ესო ჩამოვყიდე.
დავიწყოთ ზეთში. მე მიყვარს საერთოდ კეცზე შრალად, მაგრამ არც ბუხარი, არც კეცია. უნდა დავუკლო ამაზე ძალიან მიქრის. მე ჩემო გაიჭედა ეს საჭლეტი. Მიჩი ყავა ხო არ გავაკეთე, ყავა მალე დუქება. ეხლა ყავის ის მაქვს, ყავაზე გართულება მოხდეს ფენა. სხვა რა ვიცი რა გითხრათ, ანუ რთულია თქო საქმე ჩემთვის, პირადად ჩემთვის რთული არ არის. უბრალოდ ანუ აი დასვენების მომენტი იმდენად მცირეა, აი შესვენების რა, რომ ვერ ასწრებს ორგანიზმი რა ადაპტირებას, ანუ დასვენებას, მოსვენებას და რაღაცნაირად აი მაგალითად სახში უკვე რომ მოვდივარ და წვები დასაძინებლად, ну ჯერ ცხელ წყალში ყოფ ფეხებს. იმიტომ რომ რასაც ქვია, ფეხები აი ესე ფეთქავს. და მეზობელმა მასწავლა მისო ცოტა სოდაც ჩაყარეო ძმარიცო რა, ვითომ რა ვიცი მე ეგრას მასიზავს, მაგრამ ალბათ უფრო პიტნა იქნება კარგი. პიტნა რო ჩაყარო რაღაცა დამამშვიდებელი ეფექტი, გვირილა, რაღაცა მცენარეები. და მერე რო წვები საწოლში ჯერ მაქვს აი კიდე ყრუტკივილები ფეხის რა, აი არა და არ მტოვებს, არ მიდის სადღაცაც, აი ვატრიალებ აქეთ-იქით ამ ფეხებს, ვატრიალებ რაღაცა, მინდა რომ ცოტა მომეშვას ეს ისა. რაღაცა პოზაში ასე გადავატრიალებ ფეხებს, ცოტა დაისვენებს ეს ფეხი, მერე ისე. ხო და მერე მაქვს როგორი ისე, თითქოს აი რაღაცა თავში გუგუნებს, ზუის, რაღაცა ეს ფეხებში, რაღაცა ეს ვიბრირებს, იმდენად ის არის რა და რაღაცა პატარა დროის მერე აი თითქოს ჩამთვლებს, უცბად მეგვიძება რაღაცა ესეთი ტრადიციული ის გახდა. და მე უკვე ჩვეულებრივად ვიცინებ, მაგრამ რა არის პლუსი? ის რომ 4-5 საათიც კარგად ყოფნის, ანუ გვიანაც რო ჩამეძინოს, აი ამ ტკივილები რო არ მაძინებს, ხო? გვიანაც და ანუ გვიან რო დამეძინოს და ცოტა დრო მომიწიოს ძილის, მაინც ანუ ვიღვიძებ ყოჩაღად, ხო, ესე ვიცმევ და გავდივარ. ხო, ესეთი ამბები. ესეც ასე. კარგი მგონი საფიქრია. ზეთით ვერ ვაკეთებ, არა შემიძლია ზეთით მაქსიმუმ მაკარონი, იმიტომ რომ უხდება მაკარონის ზეთით.
ხო და ამგვარად და რატო დავუკელი გარმოცვათ ადუღდებოდა ახლა ამას მარილს მოვაყრი ეს ხალების ზომით Here are we down. So quite badly and so as it so as ეს მეორე ყავაა დღეს მეგობრებო. რასაც ხია, სახეზე დღეს არაფერი პროცედურა ჩამიტარებია, ვისვენებ ყველა გაგებით. აი ესე გადარეული თმა ოდნავ გაწეწილი, ნუ კანჩები კარი უბრალოდ. თავისთავად დავივარცხე, მაგრამ დაუბანელი თავის, ანუ უკვე დასაბანი თავის დავარცხნა, ცოტა ისეთი თემაა და წავედი აი ზემოთ ჩვენთან პატარა ბაზარია. უკვე აღარ ვენდობი მე არც კარფურს და არც ლიბრეს კარტოფილს, იმიტომ რომ საშინელი კარტოფილებია და ავედი პატარა ბაზარში მანდ ერთი გლეხი კაცი ზის მოხუცი ძალიან ესეთი კეთილგანწყობილი ადამიანია, ზოგადად ახლა რამდენჯერაც ვიყიდე, თორმე რაღაცა ჯერ ესეთი ისა აი ადამიანური როეტყობა ეს ხასნაკლება რო ახასიათებს ადამიანს, რომ გიკლებს, თვითონ რო არ ეუბნები და თვითონ რო გიკლებს. აი ესეთი ადამიანი და მაგასთან ვიყიდე და ცოტა გაიყო დარჩენილი კარაქი. კარაქი მეთქი კაცო, კარაქზე ვფიქრობ კარტოფილი. ყლზე იწყება ორივე, სოსო, კარაქი მეთქი კარტოფილს ვიყიდე. ხო, კარტოფილი, ანუ რაც იყო დარჩენილი, ის ავიღე და მეთქი რამდენი აიწონა თქო და სადღაც მომწია 4 და რაღაცა და 4-ად მომცა, ну მოკლედ აი ესე. ხო და ძალიან მას არ მინდა ეხლა ეს სოსისები, მაგრამ მოკლედ სოსუსაც უყვარს და მეც მომწონს, სხვათა შორის ადრე ისე არ მომწონდა. გავფიქრობ რამდენი მოხარშო. ნუ ხსავ. მე რამე მოხარშო ხვალისთვის დავუტოვებ რა. კიდე მოხარშო, ისე დაეტევა. კი ბატონო დაეტია. კვერცხიც დამთავრდა, 2 წელი კვერცხი დამრჩა. და ვიყიდი მაგას. თან იმას ვფიქრობ ხოლმე ხა, კიდე, მაგრამ დრო მან უგეშებს ხოლმე ესეთი მაღაზიები, რომელიც 24 საათი. არის საშუალება, რომ გაყვიდე და იმას. ყურიზეში კი არის ყველაფერი. ყველა მაღაზია. ახლა ატარა თქონები გავაკეთო სტანდარტული ოჯახური თუ რესტორნული თუ როგორი აღარ ვიცი.
იყოს ესეთი რა. რომ მალე მომზადდება. ხელი. Măcar sunt de velută. Uite, sunt unde aveam scopul. Da, nu. ისეთი ხმებია გეგონება სახში გივარდება ვიღაცა რა. რა გჭირს ასო წყალი დალია? ისიც დავახუროთ. მესამისი არ არის. მესამისი არ არის. ნახე, რავი, ყავა. ყველაზე სასიამოვნო მომენტი. არა, სადილის მომზადება და ისიც მე ხალისება ხოლმე გულწრფელად გეტყვით. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილიც ყოფილი ვარ ყველაფერი, მაგრამ რაღაცნაირად ხალისი ყოველთვის მაგამისი. ანუ უგულოდ და უხალისოდ არ ვაკეთებ, ყოველთვის ვაკეთებ ხალისიანად. მაგრამ აი არ ვიცი ზღვარი. ზედმეტად ვიცი ხოლმე თავის გადაწვა, გადატვირთვა. ვიღაცა მჭირდება ისეთი, რომელიც ცოტა შემომილაწუნებს ხოლმე სიტყვიერად, რომ გამაჩეროს და ცოტა წყნარად ვაკეთო რაღაცა. ხო, დღეს მეზობელმა მითხრა, ერთი მეზობელია, რომელსაც ახლა ხშირად ვერ ვხედავ ხოლმე, იმიტომ რომ მუშაობს ის ქალი, ესა ტაქსაობს მგონი, ხო და ესა რაღაცაო ცოტა მეჩვენება და იმერელი ქალია, ისეთი საყვარელია. რაღაცაო მეჩვენებაო ცოტა მომატებული ხარ და ხო მეთქე, ანუ ადამიანმა შემამჩნია. ხო და ხო მეთქი მომატებული ვარ თქო და ხო აბა შეიძლება ახლა ზაფხულში დაიკელიო და ხო მეთქი დავიკლებ თქო. რას არ დავიკლებ? იმდენი ის იქნება საქმე, რომ გავტანწერწეტდები, მეგობრებო, გავტანწერწეტდები. აბა შენ არ გინდა სოსო გატანწერწეტება. გაიგეთ რა თქვა. მე ისედაც ტანწერწეტა ვარო. ტანწერწეტა ხარ ხო სოსო? ძალიან ტანწერწეტა ხარ? მოკლედ პირველი ამასარებია ჯერ მე კიდე უკვე ამას ვიშვები რაღაცა წინაიცინია რა ნაჭრები არა კარგია როცა არ გაქვს დიდი საშუალება ყიდულ გამ პატარას ძვირია მეგობრებო ესე ყველი ესეთი ძვირი ცხოვრებაში არ მახსოვს აი არ მახსოვს ვიც როგორ გემოაქვს ყველა ერთნაირი არა აქვთ ხოლმე. სულ სხვადასხვანაირები მოაქვთ. კარგია. მარილიც კარგად აქვს. ჭაც მოხდება ძალიან. ყველი ვაცხობ უკვე სუსოს გავასინდო ნა
შენ დაგვი სულ შეჭამე თუ რა ხდება მან? რა თქვი ბოლოს? Idechmo. Dreams გარეთ რას აკეთებენ? მარლიაკლია ცოტა. ესე რა არის ეს ბრინჯი, კარტოფილი და ესე რაღაცები როგორ იწოვს უცბად. ასეთ მეტი არ მომივიდეს. Mai văd pe zi ca. Să-ți vedeți. Nu știu ce Yeah. Rado shishkin da ez. Გასწავლი. მოდრეოთ. დაბალზეა ძალიან და მაინც ვიშიფრინდა. ახლა მე ამას ჩავდებ ნაწილს აქეთ. ეს უკვე აღარ არის ხელი, შემიძლია თავისუფლად ხელი მოვკიდო. კარტოფილის წერტილები რო გამოჩნდება ხოლმე. მე მიყვარს სულ ერთ ებაში რო ოფერში რო ერთი წერტილის რო ერთები არა აქვს. ისე ვასუხნარებ ხოლმე კარტოფილს რომ და სხვადასხვა კარტოფილი ძალიან გემრიელი გამოდგა. მართლა როგორც თქვა იმ კაცმა ძალიან გემრიელი. მოიცა რაღაცა როგორი კარტოფილია რაღაცა სიტყვა ხარ Cezarისო თუ რაღაცა კარგად ვეღარ მოყვეთ და მართლა ეგეთია. მოყვითალო ფერის როგორც უნდა იყოს კარტოფილი. შვენიერი. აი ამას ესე არ დავტოვებ. საუკეთესო რაც გამოიგონეს ეს არის სილიკონის ნიჭბები. მართლა წვეთს არ დატოვებს არაფერს ქვაბში. აი ეს მეგობრებო, უნდა გამერეცხა. ეხლა ძველ დროში ვიყოფილიყავით, როცა არ იყო ესეთი ნიჭბები. ეს ყველაფერი წავიდო და ონკანში
ეს სია ესეც იურე დახურებს არ ვახურებს სანამ ჯერ კიდე თბილია კაითებდა ის ციტა კამწარე ყოფილიყო ეს რაც დაჩარე ხალი ვაშრობ გახმეთ მირჩენია ძალპობას გახმობა ჯობია ხო ეგრეა და უნდა დავიწყო რეჰანის ნელ-ნელა შენახვა იმიტომ რომ ზამთარში ძალიან კარგად მადგება ცალკე მაქვს ხოლმე შენახული Iakai suni da tăceadis pe guvernul. Nu vorbi poate. Ada troba cai similia. Ela sara che geti aromati. Aromati sarke sormeri. Asta este timpul. Concret. Მივხედავ ახლა ამას ყველაფერს, ჩემ ყავას მივირთმევ, ცოტა ხანი ჩამოვშდები რაღაცას შევხედავ. და ვფიქრობ კიდე ძილისწინ ალბათ რაღაცა პატარა ვიდეოს ჩავწერ, ვეცდები რაღაცა თემასთან დაკავშირებით იყოს ვიდეო. რომ უფრო საინტერესო იყოს, ახლა მოქმედება კი ყველაფერი, მაგრამ და მაქვს მოლოდინი რომ ხო არის ცოტა რაღაცა საშუალება გამოვიჩნდება თუ გამოჩნდა თუ როგორც ქვია რა მოკლედ რაღაცა უფრო საინტერესო იქნება თან დათმება მოკლედ რაღაცა იქნება. Კარგით მეგობრებო დროებით გაკვეთეთ